ახალი მონუმენტი გახსნეს. მონუმენტს პაკლოვნაეგარაზე რაიხსტაგი ჰქვია და მასზე საბჭოთა არმიის მეომრები ეგოროვი და ქანთარია არიან გამოსახული. ეს კანდაკება მოსკოვში რუსეთის პრემიერის გადაწყვეტილებით ქუთაისის დიდების მონუმენტის სანაცვლოდ დაიდგა. გახსნის ცერემონიას მოსკოვის ახალი მერი, რამდენიმე ქართველი ვეტერანი და რუსეთში ქართველთა სათვისტომოს ხელმძღვანელი მიხეილ ხუბუტია დაესწრნენ. ქართველი ხალხი ვერ იქნება მათთან, ვინც ანგრევს ხსოვნას, ხსოვნას საკუთარი გმირებისა. ვფიქრობ, არავის შეუძლია დაძაბოს და დააპირისპიროს ქართველი და რუსი ხალხი. დაარღვიოს სულიერი და ადამიანური კავშირები, კეთილმეზობლური და ჭეშმარიტი მომავალი ქართველი და რუსი ხალხისა, რისკენაც რუსეთი გულწრფელად იხსვის. ჩვენ შევპირდით ვეტერანებს, რომ ქუთაისში დანგრეულ ძეგლს აღვადგენთ. ეს პირობა შევასრულეთ. თავარია, რომ მონუმენტის აღდგენამ ჩვენ სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგს შეუწყოს ხელი. მოხარული ვარ მივესალმო სტუმრებს საქართველოდან, გამოჩენილ პოლიტიკოსებს, ძვირფას ვეტერანებს. ჩვენთვის ყოველსათვის საქართველო-რუსეთის ურთიერთობა არის უზარმაზარი ღირებულება. ამა წლის 9 მაისის გამარჯვების დღესასწაულზე საფუძველი ჩაუყარეთ ამ ძეგლს. თუ როგორი უნდა ყოფილიყო ეს მონუმენტი, ამის განხილვაში მონაწილეობა 65,000 ადამიანმა მიიღო.